დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით როგორ კეთდება კუჭის ბაიპასის ოპერაცია, რომელსაც Rowe-Weiss bypass ეძახიან. ეს პროცედურა არ არის უბრალოდ წონაში დასაკლები პროცედურა, რომელიც რეგულარულად უნდა სრულდებოდეს. ეს პროცედურა არის გამიზნულად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავისი სიმსუქნის გამო და ჭარბი წონის გამო ექნება ჯანმრთელობის პრობლემები. პირველ რიგში შეიქმნება, რა თქმა უნდა, პროქსიმალური კუჭის ნაწილისგან პაუჩი, რომელიც დაახლოებით 20 მილილიტრის მოცულობისაა. ეს პაუჩი შემდგომ დაუკავშირდება უშუალოდ წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილს, რომელიც ამ პაუჩთან გვერდიგვერდ ანასტომოზირდება. ამ რეკონსტრუქციულ კუჭთან, რა თქმა უნდა, კავშირში რჩება ანატომიური კუჭი და 12 გოჯა ნაწლავი, რათა უშუალოდ საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, ნაღველი და კუჭის წვენი მიეწოდოს ასევე წვრილ ნაწლავში იმ საკვებს, რომელსაც ადამიანი იღებს, რათა მისი მონელება არ გაუარესდეს. ეს არის სტრუქტურული before after სურათი პროცედურის შემდეგ, აი ესე გამოიყურება სტრუქტურულად ადამიანის მომნელებელი სისტემა და როგორც უკვე აქამდე აღვნიშნე, ეს პროცედურა არ არის რეგულარულად ჩასატარებელი წონის დასაკლები პროცედურა, არამედ ეს პროცედურა უნდა გაკეთდეს აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებში, რომელთაც ყველაფერი სცადეს თავისი წონის კონტროლისთვის და არაფერი გამოუვიდათ და ეს პროცედურა ერთადერთიღაა იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის რისკები შეამციროს.